ამინ. Ძმანო და დანი. დღეს ჩვენ ჯვრის ამაღლების დღესასწაულის გარემოში ვართ. ყოველთვის არის ქრისტეს ეკლესიაში დიდი დღესასწაული. ასაკნუ პირადად ხო დღესასწაულია და დღესასწაულია, მაგრამ ან არის შობის გარემოში ეკლესია, შობის დღესასწაულის, ნათლის ღების, მირთმის, ბრძოლის, აღდგომის, სულ მუდამ მიძინების. აი ხო ვარ ჯვარ ამაღლების დღესასწაულის გარემოში. ესე იგი რა არის ცხოვრება ადრეც მithვია და არც უნდა ამას დაგვირებული ვარ ისტორიიდან, პირადი ცხოვრებიდან, სხვების ცხოვრებიდან, განსაკუთრებით თანამედროვე ჩვენი ცხოვრებიდან, თანამედროვე რაც ხდება, ხედავთ ამას ჩვენ წლები, არქეული წლებია და აი რა არის ცხოვრება, აი ეს გამახსენდა ჯვარ ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით. ესე იგი, კონსტანტინე დიდი დაუპირისპირდა, თვითონ არის ხო ჯერ ქრისტიანი, მაგრამ ძალიან კეთილი კაცი და არ წამდეს მრავალღმერთიანობა, მაგრამ შინაგანად წამდა, რომ ერთი ღმერთი პრაქტიკულად, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი ესე ჰარმონიულად შექმნა არსება, დიდმა, უსაზღვრო დიდმა არსება. და მაგრამ არ იცოდა ჯერ, რომ ქრისტე ღმერთია ეს და რაღაცნაირად აი ესე მდგომარეობაში იყო. მაგრამ იყო ძალიან კეთილი. მან ის იმპერატორობის დროს დასნეულდა უკურნებელი სენი და მას ექიმებმა უთხრეს, ქურუმები, ექიმებიც იყვნენ მაშინ, ქურუმები წინასწარმეტყველებდნენ კიდევაც და ბევრგან ჰქონდათ შეთვისება. და უთხრეს კონსტანტინეს, რომ 100 შვილი ბავშვი ახალდაბადებული უნდა დაიკანას და მისი სისხლიდან, მისი რაღაც ნაწილები გან დამზადდება ისეთი წამალი, რომლითაც განიკურნები შენ. წარმოიდგინე ხა წარმართი მეფე ამაზე ადვილად წავიდოდა ხა, ხო? რამდენი დაბიო ადამიანი იყო იმპერიაში, მოაცილებდნენ დედას, შვილებს და მოკლავდნენ და ადვილი საშო. აი ესეთი ბავშვებიც კი რომელიც შეიძლება დედას გადაეღო, ხო, ქართველმა გადაეღო, ხო, გახსოვთ წინასწრებში ბუნკერში ჩააგდო. ერთმა ქართველმა პატარა ბავშვი მოგონი მაკნეს, სვის მონაპოლი სოხუმის სანაპიროზე ჩამარხა და ასე შემდეგ. და იქაური დაბიო ხალხი მაშინ თავის ბავშვებს მოკლედ ისინი და პარო ადვილი ძალიან ადვილად მოსაპოვებული იყო ეს ბავშვები. გამიგე ისე რომ შეიძლება ფულიც გადაეხადა და დედა სიამოვნებით დათანხმდებოდა ამაზე. მიუხედავად ამისა, კონსტანტინე დიდმა თქვა, არაო ჯობია მოვკვდეო, ვიდრე 100 პატარა ბავშვის ხარჯზეო მეო სიცოცხლე გავიხარჯე. გესმით რა კაცი იყო კონსტანტინე. და მართლაც განიკურნა ამის შემდეგ. ძალიან მაგრამ, აი ამ გადაწყვეტილების შემდეგ. და მოკლედ იცით თქვენ ეს ისტორია, აღმოსავლეთის წარმართობა, სადაც იდევნებოდა ქრისტიანები განსაკუთრებულად დიდად, მაქსიმიანე იყო ერთი იმპერატორი, რომელმაც ბოლო მეათე დევნა დაიწყო ქრისტიანების უსასტიკესი და იმ დროს საერთოდ ძალიან ბევრი აცხადებდა თავს იმპერატორად და 7 იმპერატორი, 2 კანონიერი, ასე ვთქვათ, მათ შორის კონსტანტინე და დანარჩენი 5 უკანონო, მაგრამ გამოცხადებული ჰქონდა ჯარს და მოკლედ დამასცემდა როგორც იმპერატორი. აი ამ არეულ დროში მოხდა დიდი ბრძოლა კონსტანტინეს, რომელიც ინგლისის მმართველი იყო და საფრანგეთის და მაქსიმიანეს და გალერიუსის ჯარები აღმოსავლეთი მხარე, რომელიც ძალიან ბევრი ჯარი ჰყავდათ მათ. და განწირული იყო, წააგებდა ამ ბრძოლას კონსტანტინე და ღამე გამოეცხადება ჯვარი კონსტანტინეს. ეს ცნობილი ამბავი.
დიდი ჯვარი და წარწელი. ამით ძლე იესო ქრისტე, ამით ძლე ანუ ჯვრით. და კონსტანტინე უკეშინაგანად მიხვდა, რომ ვინა რომელია ჭეშმარიტი ღმერთი, თაყვანისცა და შემდგომ გვიან მოინათლა კიდევაც. და ამ დროს რა ხდება ამ იმპერატორებს შორის? აი კონსტანტინე ხო ესეთი კარგი ერთ-ერთმა იმპერატორმა ამ 7-დან ერთ-ერთმა იმპერატორმა იმის გამო რომ თქვათ ფიქრობდა რომ ერთ-ერთი დანარჩენი იმპერატორები ესე იგი წამართმევენ ტახტსო ეს იმპერატორები მოაკვლევინა მათი ცოლები, შვილები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, დეიდაშვილები არ მოახოცინა სულ. მოდი ახლა ინატრე იმპერატორი. რა ხდება? და მე ადრე მithქვამს ეს რომ ესე იგი მხოლოდ ქრისტესთან ყოფნით არის ბედნიერება ამ ქვეყანაში. აბა ეს რა ბედნიერება წარმოიდგინე. და მთელი ისტორიის მანძილზე სულ ესე იყო, ხო? კალიგულა, ნერონი, როგორ კვდებოდნენ ესე. ჰეროდე როგორ მოვიდა, ჭიებმა დაახრდა, აყროლებული იყო. ან ვინც ყველა, ვინც ეწინააღმდეგებოდა, აი რომ დააკვირდნენ ქრისტიანობას, სულ ყველა რაღაც სასწაულად აღესრულა. ლენინი, ბოლოს უკანეკო იყვიროდა. ხო იცით, არ აქვეყნებდნენ, ბოლოს პირველად ვნახე, ლენინი რო უკვე გაგიჟებულია, ფოტო ვნახე, ქარქაშაძის სტალინი ესე წიგნი იყო. და დაბეჭდილი, ნუ რა სახე რა უბედურება. ხო და ჩემო ძვირფასებო, როგორ მოკვდა ესე იგი ფროიდი, რომელიც მთელი მისი მოღვაწეობა იყო, რომ ეგინებინა და ელანძღებინა და დაეცინა მორწმუნეებისთვის, ქრისტესთვის და ასე შემდეგ. ენის კიბოდა ემართა ჩემო ძვირფასებო და ისე ყარდა საკუთარი ძაღლი, რომელიც თავდადებული იყო. ფროიდზე ესე იგი ისე უყვარდა, გამოიქცა და აღარ ეკარებოდა. და ნუ რაღაცა უნდა მიეტანათ საჭმელი თუ რაღაცა ვეღარავინ შედიოდა ის მოკლედ და კონსტანტინე დიდმა გაიმარჯვა და ქრისტიანობა მოფინა თელს იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროს. თქვენ იცით ეს ისტორია, მე დედა გავუშვა, მთელი კომისია, ხალხი, ჯარი, რო ენახათ ეს ჯვარი, ნახეს კიდევაც და როდესაც ელენე მიკითხა, სად არის ეს ჯვარიო, უთხრეს, რომ ებრაელებმა იციანო, ჩვენ არ ვიცით. და მაშინ მოაყვანინა ებრაელები და ვინ იცითო და ებრაელებს შეეშინდა და უთხრეს, რომ აქ ერთი არისო იუდა ქვიაო და იმან იცისო. და იმან აღიარა, მივიდა შეეშინდა იმან. სხვათა შორის ეს მერე იყო პატრიარქი მოინათლა, რა თქმა უნდა, ეს სასწაულები რომ ნახა ყველაფერი, პატრიარქი იერუსალიმის. ერთ-ერთი, მე მგონი პირველი პატრიარქი იერუსალიმის. და ჩემო ძვირფასებო, მას შემდეგ, ჯერ ხო აი აქამდე მეოთხე საუკუნემდე, რა არის ისტორიასაც მე ვყვები, სულ სასწაულები ხდებოდა ყოველთვის. ანუ ქრისტიანობა ადასტურებდნენ სასწაულებს, მოწამეები, წმინდანები. აი პირდაპირ მტკიცებულება იყო, რომ ამის შესახებ ბევრჯერ ვილაპარაკია, განსაკუთრებით ჩვენი საქართველო. რატო არის ჩვენი საქართველო ესეთი რელიგიური? მე-17 საუკუნემდე ეს მარტო ის ისტორია კი არა, რომ ნინოს დროს მირონ დინარე სვეტი ჩამოვიდა, ეს სვეტი, როცა სვეტიცხოველი აშენდა და ესე იგი დღესაც სადაც არის ჩასვენებული ეს სვეტი, იცით ის ადგილი, უფლისვათ სადაც არის, მე-17 საუკუნემდე გესმით თქვენ ხალხო, ანუ მთელი მე მგონი 12 საუკუნე მოდიოდა მირონი, უცხება, უხმა. და გახსოვთ თქვენ ილიამ რო უთხრა უფალს, ერთი კაცი დარჩი მორწმუნე. და ილიას მეთქმა, არა 7000 კიდე მყავს ჭეშმარიტი ისრაელიდან, ანუ ჭეშმარიტი მორწმუნე. მიუხედავად იმისა, რომ დიდი იყო ისრაელის რაოდენობა, ხო? თუ გავიხსენებთ, რომ 9 მილიონი ჯარი გამოიყვანა ჯეროდის კიდე მოსეს დროს ებრაელებმა, ისრაელმა, მაშინ იმ დროს კიდევ უფრო მეტი იქნება. და აი ამ უამრავ ხალხში, მილიონებში, მხოლოდ 6000 იყო მორწმუნე.
დღეს ხოლო საქართველოში მარტო თბილისში 100,000 მოწამე ეწამა. ნუ 100,000 მაშინ ხო იყო 7,000 თბილისში მე-12 საუკუნის ჩემო ძვირფასები იყო ისე იგი ისა 100,000 მარტო თბილისში ჭეშმარიტი მოწმე მე-13 საუკუნეში 100,000 მარტო ჭეშმარიტი მოწმე მარტო თბილისში გამიგეთ ეტავ დღეს რამდენია ნამდვილი მორწმუნე მაგრამ რა შედის საქმე რადგან ჩვენ ვხედავთ სიწმინდის დღეს მთელი საქართველოს ყველა ქალაქში სოფლებში თბილისში ასეთი ოდენობით გამოდის ეს აღმსარებლობა იყო ჩემო ძვირფასო ეს უკვე ნიშნავს რომ ეს მორწმუნეობა იყო ჩემო ძვირფასო და აი ვართ ბედნიერები ნამდვილი ბედნიერები რომ ჩვენ ესე იგი ცხოვრობ ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანაში, ცხოვრობ ღვთისმშობლის ბაღში, როგორც მას სხვები და განსაკუთრებით რუსები უწოდებენ, ესმით ღვთისმშობლის ბაღი. და აი დღეს მინდა რაღაცნაირად გავიხსენო დანიელ წინასწარმეტყველება, დანიელის წინასწარმეტყველება ნაბუქოდონოსორი გახსოვთ თქვენ ხო? ნაბუქოდონოსორს მაიხილა სიზმარი დიდი ხე წამდეწდებოდა. და ესე იგი მე ეს ხე დაიჭრა მოკლედ ფესვებამდე განადგურდა და დანიელმა ესე ახსნა რომ ნაბუქოდონოსორს უთხრა რომ აი შენი დიდებაო სადამდე იყო და შენი დიდებაო გაქრებაო და 7 წელი როგორც ცხოველებთან ბალახს შეჭამოდა როგორც ცხოველი 4 დინი მართალს ესენი და მე სანამ არ განადიდებ ღმერთსო და რომ განადიდა მე ღმერთი ისევ გახდა იმპერატორი და ისევ ბაბილონის მეფე იყო ესე იგი წარმოიდგინეთ რომ რა ამაოება ეს ყველაფერი და აი დანიელს უწერია მე-12-ში მრავალი მიწის მყერში მიძინებულთაგანი გამოიღვიძებს ანუ ეს პოლიტიკური მოვლენები რაც ხდება დედამიწაზე საქართველოშიც მარტო ეხლა კი არა ზვიადის დროიდან რა ვიცი ნებისმიერ დროში ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენა მისტიკურად შინაგანა სულიერი გაგები არის და ხდება მხოლოდ მორწმუნეთათვის გამიგეთ რომ აი ნახეთ მრავალი ასეთ პირობებში მრავალი მიწის მყერში მიძინებულთაგანი გამოიღვიძებს მაგრამ ნახეთ ზოგი საუკუნო სიცოცხლისთვის გამოიღვიძებს ზოგი საუკუნო გმობისთვის გამოიღვიძებს აი ჩვენ ერთი სპარსულის მაგონდება მოთხრობა რომ ქალაქში არეულობა მოხდება და გაიყვნენ ორად აი როგორც ჩვენთან დღეს და დაძაბულობაა და რო არ მოხდეს და აირიოს მთლიანად სიტუაცია ერთ ავტორიტეტს თხოვენ რომ გამოდი მოედანზეო და უთხარი და აუხსენიო ამ სხვებს მეორე მხარეს რომელიც არასწორად იქცევა აუხსენიო სიტყვა უთხარი რამე და ამ კაცმა თქვა რომ ის რაც მოხდა ამის შემდეგ ეს მეორე მხარე რომელიც ესე იგი არასწორად იმართულებით მიდისო მათო რა უნდა ელაპარაკო ამას რო ვერ მივხვდები დღეს რა დღევანდელ დღესაც რო გადმოვიდათ ამას რო ვერ მივხვდები დღეს რომ სად უნდა იყო და სად უნდა იდგე ქართველი ხალხის გვერდზე და არა ვიღაც ცისფერი რა ქვია ევროპელი ზოგიერთი ხო გათხოვილ კაცებს და მოკლედ ამას რო ვერ მივხვდები დღეს კიდე ახალგაზრდა იყავ კიდე ბავშვი იყავ და დიდი იყავ მართლა რა სალაპარაკოა და რა უნდა უთხრა ვეღარაფერს ვეღარ იტყვი ჩემო ძვირფასო მე მახსენდება ამას ხშირად ვამბობთ რომ ერთხელ კამათი იყო სუფრაზე და მოკლედ ერთმა კაცმა ადრეც იყო ერთი ქალი იყო და ესე იგი ჩვენ უთხარით რომ როგორ შენმა შვილმა გოგო რომ მოიყვანოს ცოლად გოგო ან რა ქვია მაგას რომ ან ცოლად გახოს გოგოს კაცს ან შენ ბიჭმა მოიყვანოს ცოლად ბიჭი კაცი ეს გაგიხარდება მე ჩემი შვილის არჩევას პატივს
ეხლა მე ვთქვი, აი ჩემი თავი რომ ჩამეყენებინა, ესე იგი მე რომ მეთქვა, რომ ვინმეს ეს კითხვა ჩემთვის ეთქვა და რომ მე მეთქვა, იცით, ჩემი ბიჭი თუ ცოლად მოიყვანს კაცს, ან გაყვება ჩემი ბიჭი, ჩემი შვილი გაყვება ცოლად კაცს, მე მივესალმები ამ არჩევას. ნუ აი მე რა უნდა უთხრა ახლა? აი რა უნდა ელაპარაკო ახლა? ამიტომ მე მგონი ჩუმად უნდა მადლობა ღმერთსო საქართველოში ბევრია საგად მოაზროვნე და ნორმალურად მოაზროვნე ხალხი. ამიტომ მაგრამ კიდევ მეორე არაფრის არ შეგეშინო. ცუდადაც რომ წარიმართოს ყველაფერი საქართველოსთვის მორწმუნე საზოგადოებას არაფრის შეგეშინო. იმიტომ რომ ქრისტეა ჩვენთან და ამები თუ ქრისტე ჩვენთან არის ერთი მამა ვიღარ ჩვენ წინა არაფრის არ შეგეშინო ჩემო ძვირფას. მე გეტყვი თქვენ ვისი გეშინოდეს მათ ვარიანტი გეშინოდეს იმის ვინც რომ გახვალთ ამ ქვეყნიდან მას შეუძლია გაგიშვა ჯოჯოხეთში. აი ვისი გეშინოდეს ანუ შიში მხოლოდ ღვთისა დანარჩენი ყველაფერი იქნება ისე ჩემო ძვირფასებო როგორც საჭირო. ეხლა მე იყო ხო კამათი ეხლა აღარ მინდა საერთოდ ჩავედი მაგრამ ეხლა რასაც ვიტყვი ესეც არ ჩამითვალოთ რომ მე იმათ დაბიოებად თვლი და მე არისტოკრატი ვარ. ეს ცხოვრება და კეთილი ადამიანი ვარ. ეს ცხოვრება ჩვენ გვიტყვია და კაენიდან და აბელიდან მოყოლებული არის სიკეთე და ბოროტე. ეს ცხოვრება არის კეთილი ადამიანები და ბოროტი ადამიანები. ჩვენ ერთად ვართ ამ დედამიწაზე ერთად ცხოვრობთ. ბოროტი რასაც ჩაიგებს, რაზეც წავა ის კეთილი იმაზე ვერ წავა ჩემო ძვირფასო. ამიტომ არიან დაბიოები, დაბიოს მე უბრალო პროფესიის ადამიანებს კი ავთვლი, თქვათ, როგორც არის მეწაღე, როგორც არის პარკეტჩიკი, როგორც ჩვენ თქვით ადრე პარკეტჩიკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამათ კი ავთვლი, ზმანო, დიდსუმოვანი ხალხია, გახსოვთ თქვენ ერთ დიდ მამამ თქვა უფალო მიჩვენო ჩემზე წინ სულიერად ვინ არის და მეწაღეო ალექსანდრიაში წადიო ის არის სულიერად ჩემზე მეტი ანუ საბოჟნიკი რა ასე რომ და წავიდა და რას აკეთებო რომ ჩემზე სულიერად მეტი ხარ არაფერს როცა იმან არც იცოდა ასაკეთ ნუ ამ მომიხევიო შეცხოვრებო არაფერი მეწაღე ვარო და რასაც ვიღებო თლიანად ფულს ხოლო ჩემი საჭიროებისთვის ჩასაცმელად თუ დამჭირდა რამე და საჭმელათო იმას მცირეს ვიტოვებო დანარჩენს ყველასო ჩემი ხელით ღარიბებს ვურიგებ. აი ეს ღვაწლი, აი მოწყალება რა. ეს ღვაწლი აღმოჩნდა უფრო დიდი ვიდრე დიდი მამის მე აღარ მახსოვს არსენ დიდი იყო მე მგონი. იმ დიდი მამის რომელიც ღვიძარებდა, ფსალმუნებდა, ლოცულობდა მარხულობდა თითქმის არაფერს არ ჩამდა ამაზე დიდი ღვაწლი აღმოჩნდა ეს ჩემო ძვირფასო ეს და ნუ მე უბრალოდ არ ვამბობ ხა კეთილი ადამიანი არისტოკრატი მე უბრალოდ არ მინდა ვიყო მდაბიო და მდაბიო იცინინ არის ვინც ცირს წამებს ჩემო ძვირფასო ვინც კარიერისთვის უნდა იზრუნოს ყველა ნორმალური ადამიანი ვინც კარიერის გამო გააკეთებს მლიქნელობას ყველაფერს და უარესად და შეიძლება კაცს. აი ესეთი ადამიანები არიან დაბიოები. ვინც ცილს წამებენ სხვებს. აი ეს ადამიანები, ესეთი ადამიანები არის დაბიო ადამიანები ჩემო ძვირფასო. და კიდე ერთი საკითხი, რომელიც აი აქ დადიოდა ერთი ძალიან ცნობილი კალბატონი, არ ვიტყვი ხა ისე თუ არ გამომივიდა მეც კოლონელების სამზონალის სახესა და ამ ბოლო დროს ჩვენთან დადიოდა ძალიან საფრთხე საქვეყნო ცნობილი კალბატონი და მეც ვიხარობდა ხა. ამ კალბატონმა შეწყვიტა ჩვენთან სიარული და მე მინდოდა დამერეკა ვიღაცა მიყავათა. თურმე არ მაწყენინა ვითომ მე ხა წენია ისე მიყვას ის კალბატონი რომ არ მეწინება იმისგან არა. თქვენ გახსოვთ ახლა და მიხვდით ზოგიერთები რაპატის ცენტრით აქ რომ დადიოდა და ყველაფერი. ხო და ეს ხალი გაბრაზებულა რაზე და ეხლა ერთმა რომ გამაკრიტიკა ამის გამო კიდე რომ გავცერდა კიდე მინდა ავსნა. როგორც ცილი დამწამეს რომ ვითომ მე წამსო შოთა რუსთაველმა იწინასწარო ყველა ჩემს ეს ხო ავსე.
აი ეს არის დაბიოება ჩემთვის. ეს არის დაბიო ხალხი. ხო და ვინც ამას დაიჯერებს, ყველა ჯერ არის ამას ეს როგორ უნდა დაიჯეროს, თან ვიცნობენ. ეს კი არ იჯერებენ, ბოროტები არიან და უნდათ რომ ხმა დაყარო. დაბიოება რა. და ესე იგი, ამ ქალბატონს უთქვია, რომ მე მითხრეს მე რომ ესო ვიყოფილა მამა ალექსანდრო, რა თქვა ეს პატრიარქზე და ეხა ერთმაც თქვა, რომ ერთ სისულელებს ლაპარაკობს, რა თქვინე და რას მეუნებიან. ესე იგი, ნუ ამ ქალბატონისგან არაფერი არ წეს. და რა თქვი მე პატრიარქის 45 წლის აღსაკვირვების დღეს ტელევიზია პოსტიმა დიდი გრანდიოზული ღონისძიება ჩატარდა სიმღერები და ეს აი რასასწაულია რომ ეს ღონისძიება გახსნა მეუღლე დანიელმა და მე ჩვენ მოგწეს პირველი სიტყვა ეს რამხელა მე ამას თვლი იცი რა რომ იმდენად მიყვარს პატრიარქი რომ მოეწყო ეს ესე რომ და მე ვიცი რომ დანიელს მეუღლე დანიელს რომელიც ბიზაჩებია ძალიან მოყვარს ასევე პატრიარქი ეს აღნიშნე კიდევაც ისე მოეწყო რომ ჩვენ აი ეს გრანდიოზული ღონისძიება კონცერტი გავსენით ჩვენ და იქ მე თქვი რომ ჩვენი უწმინდესი ეს პატრიარქმა თქვა თვითონ და აქედან გამომდინარე ჩვენი უწმინდესი არის დედის მხრიდან ერეკლე მეორეს შთამომავალი ერეკლე მეორე რადგან არის მეფე არის ბაგრატიონი ესე იგი დედის მხრიდან ჩვენ პატრიარქს ბაგრატიონის სისხლი აქვს აქედან გამომდინარე როგორც სახარება იწება მათეს სახარება შობა იესო ქრისტესი ძისა დავითის ანუ დავითის შვილისა ღვთისმშობელი ეს ხორაში და ბაგრატიონები ამაყობდნენ და წერილებს მუსულმან მეფეებს წერდნენ ჩვენ ქრისტე მესიის ნათესავები ვართ ანუ დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები ვართ და დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველი დაადებს ხელს აშუქ უბრალოდ ზეულება დიდი დავითის დიდი წინასწარმეტყველის დიდო შთამომავლობა შენი შთამომავლობა უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ საქართველოში და მართლაც ბაგრატიონების დინასტია ყველაზე დიდი დინასტია მსოფლიოში ხო რომანოვებმა 300 იქ კიდე 200 წელი იყო ვიღაც ჩინეთში 1200 წელი გამოდის მაგრამ გრიგოლ ღვთისმეტყველი ისა გრიგოლ ხანძთელის წინასწარმეტყველება მაინც ხდება დღეს მე ამას ვხედავ რომ დღეს მეფე არ არის მაგრამ საეკლესიო ტახტზე სამეფოა იგივე სამეუფო ტახტზე ხოზის პატრიარქი ხო არის სისხლით ბაგრატიონი აი ეს თქვი მეტი არაფერი ამ იმას რა ეწინა ამას რა გაუკვირდა ეს ამ ლექტორს ვითომ განათლებული კაცი და ნუ აბუბე განათლებული სახარებას ჩაიღებდა შედამოწმებო იესო ქრისტეს შობა ძისა დავითის ეს მინდოდა კიდე ერთი მეთქვა და ერთიც და ამით დავამთავრე ჩემო ვიფასა ესე იგი ხო კიდე მაინც მინდა შევეხო რომ უდიდესი დიდი ავტორიტეტი მამა რაფაელ სულიერად დიდი წიგნობა საოცარი წიგნების ავტორი და იცით რა მოწინააღმდეგები ყავს რუსეთშიც აქაც იმიტომ რომ ვისაც არ უყვარს მე ესე ვხედავ ქრისტიანობა ისე წინააღმდეგება მამარაფაელს ვინც ვერ იტანს ქრისტიანულ სულს ისე წინააღმდეგება მამარაფაელს და მამა ლაზარის იმიტომ რომ ლაზარი აბაშიძე ვისი კრიტიკაც უნდოდა ერთ ხდებს და თქვა დაანონსა კიდევაც რომ აგერო კვირასო და გავიდა კვირა და თქვა არა ვერ თქვა დააძუმა ვერ არაფერი და მამა რაფაელის მოწინააღმდეგები რუსეთში შეიკრიბნენ და იმათაც კი აღნიშნეს ჩემო ძვირფასებო რომ მართალია ჩვენ არ ვეთანხმებით მათ მისო კრიტიკასო ჩვენ დამიო მაგრამ ერთი უნდა აღინიშნოს რომ
იმდენად ნიჭიერი კაცია მამა რაფაელიო, რომ ის წერლობაში შეიძლება თავისუფლად შევადაროთ ბალზაკს, ვიქტორ ჰიუგოს და სხვა კორიფეები იყო ლიტერატურის ჩამოთვლილი. გესმით? აი ესეთი ამბებია. მოკლედ შევეხმიანეთ ჩვენ ყველაფერს და ეხლა რაც შეეხება არჩევნებს, თქვენ იცით, რომ მე არასოდეს არ მითქვია, რომ ხმა მიეცით ვინმეს, არასოდეს. მაგრამ იმ სპარსული მოთხრობის არ იყოს დღეს რისი თქმა საჭირო. აი რისი თქმა საჭირო ჩემო ძვირფასებო, რომ დღევანდელ დღეს ვინც იმ რადიკალებს ხარს დაუჭერს, ნუ გავქნა როგორ თქვა, ანუ უჭერს ხარს იმათი მოსვლის შემთხვევაში ეგრევე დაათანობებია კაცის და კაცის ქორწინებას, პრაიდები გაიმართება, მთელი ამბავი მოკლედ გაგვანადგურებს სულიად. მეც არაფერს არ ვიტყვი ჩემო ძვირფასებო. ქრისტიანში. იგალო ჯურისტ რო პარიტა